და ნიებს რაც არ უნდა საფარველი გაუკეთო ქვეყნის გარედან, როდა სველდება მაინც ამწყალდება და მაინც ასე რომ უნდა იცოდეთ, რომ სანთელ საქმეური თავისთავად დაკარგა. მე შემიძლია დამაპაკეთება ცოტა გადავწყვეტ საფარველი სიტყვის და გაცვლარი იკითხება საიდან, როდიდან აქვს ეს განსაცდელი ამ შენ შვილს. თითქოს ეს ისაბედელი არ იცის მას ვანამაცვარმა, როდესაც იცის. მას უნდა ვაცვლას, რომ ყველამ გაიგოს. მისმა მოწაფეებმაც და მისმა მოწინააღმდეგეებმაც უნდა გაიგოს ის, რომ ეს უკურნებელია კაცთათვის. ვერც ერთმა ადამიანმა, ვერც ერთმა ექიმმა და ვერც ერთმა მოციქულმა ვერ გაუკურნა. მოციქულებმაც ვერ გაუკურნა. მაშინ შეჰრის ხალხი და უბრძანებს, განვერთ. ვის ეუბნება ამ ბრძანებას? რა თქმა უნდა, ბოროტ სულს, რომელიც ჩვენთვის უხილავია. ჩვენ მას ვერ ვხედავთ, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ჩვენგანი შემოსულია ეს პრობლემა. ზოგი ეუბნება, განვედი ჩემგანო და ლოცულობს, მართლობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოიშოროს ეს. და ზოგიერთს მოსწონს. იქ თანამდებობის მიღებაში საკუთრად როდიოდა იქ. იქ ვიღაცა რაღაცაზე დაიყოლია, ვიღაცაც მოაწყო და ამით მოიგო. მასამ მომსწრებს როდიოდა. არაწყობს. ამით ცხოვრობს. არაწყობს. მაგრამ ვისაც თეშმარიდან შეუცვლია ქრისტეს ღმერთი, მას არაფერი არ უნდა ბოლოს. არც სიკეთე უნდა, არც არაფერი არ უნდა, უნდა რომ ის მისგან წავიდეს, მოშორდეს. და ვაცვარი შერისხავს და აკვეთებს ბოლო დაკვეთებას. იმდენად რომ მკვდარი ეგონათ ეს ადამიანი, ეს ახალგაზრდა ადამიანი, იმდენად დატანჯა ბოლო წესის დასწრების. მოციქულები როდიან მოციქულთან და იკითხებიან, რომ ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ მისი განკურნება? მანამდე თქვით, რომ მოციქულებს აგზავნის იუდეის სხვადასხვა მხარეში და ისინი მართლა კურნავდნენ ადამიანებს და მართლა აკეთებდნენ სასწაულებს ხალხს და უფლის იესო ქრისტეს გზით, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ განკურნეს და აცხოვეუნება ასე სიტყვებს იერ ლოცვისა და მარხვისა ნათესავი ესე არა განიდევნებს. რას ნიშნავს ეს, რომ ნათესავი ესე არის ეშმაკი ბოროტისული და ლოცვის, მარხვის და მოღვაწეობის გარეშე ადამიანისგან არ განიდევნებს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზოგიერთმანია, რომ ლოცვა რა საჭიროა, მარხვა რა საჭიროა, მე თან ჩემი კავშირი მაქვს. მე არ ვიცი რა კავშირები აქ როგორ არის შეერთებული, სამფაზიანი, ოთხფაზიანი, ორფაზიანი, მე არ ვიცი როგორ არის შეერთებული ღმერთი, მაგრამ ვინც ამას ამბობს, რომ ლოცვა არ მინდა, მარხვა არ მინდა, ზნეობა არ მინდა, მე ჩემი ურთიერთობა მაქვს ღმერთთან. გააჩნია იმ ურთიერთობა, როგორი ურთიერთობა გაქვს ღმერთთან. iri ხარშენის ცოდვებზე ინანიებს და როგორც ჯვარცმული ავაზაკი და ამის გამო უფალს შენ მასთან გვერდში ყავ თუ შენი ურთიერთობა გაქვს როგორ? გაურკვეველია. ღმერთთან არის ერთი ურთიერთობა. ლოცვა, მარხვა, სინანული, გულწრფელობით, სიყვარულით, მოწყალებით. ეს თვისებები ვაძლევს იმის საშუალებას, რომ გქონდეს ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა. მაგრამ ეკლესიას ვაგინებდეთ, პატრიარქს ციფრს წამებდეთ, ეპისკოპოსებს, სამღვდელოებას, მონაზვნებს, ყველასამაც ციფრებდეთ, არაფერი არ მარხულობდეთ, არ მოცულობდეთ და ესეთი ურთიერთობა იცოდეთ თქვენ, რომ არის მეორე ბატონство. და ამ მეორე ბატონს იესო ქრისტე არ ქვია. ამ მეორე ბატონს ბოროტისული ქვია, რომელიც იმდენად იმონებს ზოგჯერ ადამიანს, რომ ადამიანი სასწაულებსაც კი აკეთებს მისისგან. არიან ისეთი სარწმუნოებები, რომ ჰაერში ჩერდებიან ადამიანები. მაგრამ სერაფიმ როუზის ცხოვრება წაიკითხეთ, იქ წერია, რომ მან ჯვარი რო ჩამოკიდა, მერე ის სასწაული ვერ გააკეთა, ის კრიშნაიდი იყო თუ ბუდისტი. ვერ გააკეთა. ჯერ ჰაერზე გაჩერდა და მერე აიღო, მან ჯვარი მოეცა, ჩამოკიდა და მერე ვერ გააკეთა იმან. ჯვრის ცალამ არ მისცა, ბოროტს მის საშუალება რომ ესასწავლებს. ასე რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვისგან საზრდო, რას ვიღებთ საკვებს,
საეკლესიო სწავლებას ვიღებთ და ამით ვიკვებებით თუ ამასოფლიური ვიკვებებით და ამასოფლიური ვაწყობს ვაკუთავს არავინ არ გვინებს. ყველა ჩვენგანმა თითოეულმა ჩვენგანმა თვითონ უნდა გააკეთოს ის არჩევანი, რომელი ბატონის მონა არის და რომელ ბატონს უნდა ემსახუროს. მასახარებას წავიკითხეთ, ეს იქნება მე-11 საჯამის გამოსული შეიცნაგავი. ნახეთ, 11 საათზე ვინც მოვიდა, იმასაც 1 დინარი მისცა, პირველზე ვინც მოვიდა, 3-ზე ვინც მოვიდა, 7-ზე ვინც მოვიდა, 5-ზე, ყველას ერთდა. ვიქრობენ ახლა ესენი დიდგან ადრე მოვიდნენ, ჩვენ შეიძლება მეტი მოვხდეს, იმიტომ რომ საღამოზე მოვიდა, იმას 1 დინარი მისცა. და იგივე რომ ისა, მერე განაწყებდნენ. ფალი უყნება რომ შენ რასაც შეკვდით ის რომ მოგეცი. ყველა ჩვენგან შეუგნება უფალი ამას. ჩვენ რასაც შეკვდით და მე იმას მოგცემ. მაგრამ ჩვენ ის უნდა მოვიმუშაოთ. მეცხრე ჟამის მუშაკრი ვარ, მე-11 ჟამის მუშაკრი მაგას. რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა რა, თავარი რა არის? ქრისტეს მუშაკრი უნდა გავხდეთ. და ქრისტეს მუშაკობა ამ სოფელში, რა თქმა უნდა, დევნილია, სოფელი ესე ბოროტსა ზედა ძებს და ამ სოფელში შეგრძნარებული არ არის. აი მაგალითად გვიდევს ჩვენი ეკლესია, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქართველი ადამიანის სულისკვეთისთვის. ნახეთ თქვენ რამდენი ტელეარხია შექმნილი იმისთვის, რომ ეკლესია საგინოს და ეკლესიის რეიტინგი დამტავროს. რამდენი ზოგიერთი ჟურნალისტი გუშინ უსმენდი რომ პატრიარქს ელაპარაკობდნენ და მე ვფიქრობ რომ მათ უფლება არ აქვს პატრიარქს ელაპარაკოს. გადაცემა წაიყვანონ უფლება არ აქვს. იმდენი ტალახი ესროლეს წლების განმავლობაში ჩვენს უწმინდეს რომ მათ უფლება მორალური, მაგრამ მათ მორალი არ აქვს. იქ მორალი არ მუშაობს, იქ სხვა მექანიზმია ჩართული და იქ სხვა მექანიზმი ემსახურებიან და ბოროტს ემსახურებიან. სწორედ ამიტომ არ ყველაფერზე აფხედურად ისა რა ქვია წარმოიდგინე რომ ყველაფრის უფლება აქვს. ჩვენი უწმინდესის გასვენება ეს ისაგება დაწყებულია სამების საკადრებო ტაძარში. ეპისკოპოსებიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოთვლილი დელეგაციები არქიეპისკოპებიან იქ და ეს ისაგება მიმდინარეობს. უკაცრავად სანთელსაც შეიძლება. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენ გვჭირდება მისი ლოცვა დღესაც. ცოცხალი რო იყო, ცოცხალი გულოცავდა და გულოცავდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მანამდე საწმობდა, მაგრამ 59 წლის განმავლობაში ჩვენი უწმინდესი იყო პატრიარქი. მე გუჩინ ჩვენ სამწუხაროდ ვესაუბრებოდი, რომ ოჯახში სადაც ერთი მეუღლე ყავდა, სამი შვილი იქ მიჭირს ოჯახის ჯვრის ტვირთვა. ძალიან ხშირად დაუღლილოა ხოლმე ამ ოჯახის ჯვრის ტვირთვით. თქვენ წარმოიდგინეთ 59 წლის განმავლობაში ჩვენმა უწმინდესმა ეს პატრიარქის ჯვარი ატარა. კომუნისტების დროიდან მოყოლებული რამდენი მთავრობა გამოიცვალა, ყველა მთავრობას თავისი საზიზღარი თვისებები ჰქონდა ეკლესიასთან დამოკიდებული. ყველა მთავრობას უნდა რომ პატრიარქზე უფრო დიდი ავტორიტეტი ჰქონოდა მათ. ეთყობა ადამიანი ამ ეგოს ვერ სვავს. ეთყობა ყველა ადამიანს უნდა რომ პირველი გახდეს. ეთყობა პრეზიდენტი რო გახდება ადამიანი, ეთყობა მას უნდა რომ ყველაზე ძლიერი და ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყოს. და პატრიარქი ამ გავლენებს არავის არ ეცილებოდა. უბრალოდ მას ჩვენ უყვარდით, ჩვენზე ლოცულობდა, ამისთვის იღწოდა მთელი ცხოვრების მანძილზე და სწორედ გავლენებით აქედან მოდის სულიერი გავლენები. ის რაც ამ დღეებში თბილისში ხდება, ჩემო კარგებო, ამას ფულით ვერ იყიდი. მილიარდები კი არა, ტრილიონები რო გადაიხატო, შეიძლება ეს ხალხი მოყარო აქ ეს გზავნეული ხალხი, მაგრამ იმ მოტირალ სახეებს, იმ იმედით სავსე სახეებს, რომლებიც დღეს და ღამეს ათენებდნენ და ამ რიგში იდნენ და პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მიდიოდნენ, ამას ვერ იყიდი. ეს არ იყიდება, ეს არსად არ იყიდება. ეს უნდა დაიმსახურო და ეს უნდა გქონდეს. და ჩვენს უწმინდესს ეს ჰქონდა. ჩვენმა უწმინდესმა შეძლო სიყვარულით და მოთმინებით რომ მოემუშაკებინა ეს ადამიანები. აქ რამდენი ადამიანი ცხოვრობს და ყველა ეკლესიურად ცხოვრობს, თქვენ გონია?
ყველა მარხვას იცავს, მაგრამ ის რომ პატრიარქს უდიდესი სიყვარული ჰქონდა, ის რომ ის უდიდესი ავტორიტეტი იყო და მას პირადად ყველა აფასებდა და ყველას უყვარდა, ეს გამოჩნდა ამ ბოლო დღეებში. და დარწმუნებული იყო, ეს გაგრძელდება სიტუაციის საფუძველზე ტაძარში. იქნის საფლავზე იქნება რიგები. და ამ რიგებს ვერ იყიდი. ამას რეკლამას ვერ გავუკეთებ ვერავითარ შემთხვევაში. ეს უნდა დაიმსახურო. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა უწმინდესმა ეს დაიმსახურო და ყველა თქვენ არის ფიქრობთ. ჩვენი უწმინდესი იყო ის პატრიარქი, რომელიც საქართველოს ყველა სოფელში მივიდა. ყველგან მსახურება ჩაატარა, ყველას მოეფერა, ყველა ანუგეშა, ყველა გულში ჩაიქრა და შეძლებს ისდაბარად მისი განსასწრებით ის ყურამდე მივიდა, ყველასთვის ილოცა. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი უწმინდესი იმათთვისაც ლოცულობდა, ვინც მას პირდაპირ ეთერებში აკინებდა და ვინც მას აუღად მოიხსენებდა პირდაპირ ეთერში. მათ სახელებსაც იწერდა და მათ სახელებსაც ლოცულობდა ჩვენი უწმინდესი და რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს? რომ უღელი ჩემი ტკბილას და ტვირთი ჩემი სუბუქარს სახარებაში წერია. და ეს ტვირთი სწორად ეს უღელი უწმინდესმა სწორად დაიდგა. აი ვინც სოფელშია გაზრდილი და ვისაც გაუხედნავს ხარი და უღელი დაუდგია, იმან იცის რომ უკუღმა თუ დაადგა მხარს უღელს, ერთხელ იმუშავებს და მეორე დღეს მისი კისერი არ ივარგებს სამუშაოდ. უკუღმა ხარსაც რომ დაადგა უღელი. ამიტომ ჩვენ სახარებას რო ვკითხულობთ ბიბლიას, წირვაზე ვდგავართ, მაგრამ სწორად უნდა დავიდგა ქრისტეს უღელი. სწორად რომ დაიდგა უღელს, მაშინ ტვირთი მსუბუქარს და ტკბილას. და ჩვენთმა უწმინდესმა ბავშვობიდანვე ეს უღელი სწორად დაიდგა ქრისტეს უღელი და მანის ტკბილად და გემრიელად ატარა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განსასწრებელი იყო მის ირგვლივ. რა არ დააბრალეს, რა არ შეუკვეთეს მის წინააღმდეგ, მაგრამ ქართველი ხალხის მოტყუილება, მადლობა ღმერთს ყოფილა ძალიან რთული. ქართველი ხალხი ვერავინ ვერ მოატყუა. ვერც დასავლეთმა, ვერც ჩრდილოეთმა, ვერც აღმოსავლეთმა, ვერც სამხრეთმა, ვერც ლიბერალიზმმა, ვერც სხვა სარწმუნოებამ ვერავინ ვერ მოატყუა ბრძენი ქართველი ხალხი და მადლობა ღმერთს ამისთვის და ბრძენი ქართველი ხალხი თურმე როგორ დამოკიდებულებაში ყოფილა მიუხედავად ამ ანტირეკლამებისა უწმინდესთან დამოკიდებულებაში, ამ ყველაფერს თქვენ ხედავთ. ყველაფერი გადაკეტილია, ვერსად ვერ მიხვალ. რატომ? სადაც არის ადამიანები, ყველგან უყვართ და ყველგან აფასებენ. ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ და ინებოს ღმერთმა, რომ უწმინდესიც ადამიანი იყო და შეიძლება მცირედი პატარა რაღაცა ცოდვები ჰქონდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას იმდენი მადლი ჰქონდა, რომ მიუტევებს უფალი მას და მას ამაზე გამოთქმული ექნება თავისი სიტყვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი მეოხება იქნება ჩვენთვის მას შემდგომაც კი, რაც ის წარსდგა და ღვთისკენ გაუდგა გზას. ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ჩვენი უწმინდესი მოიხსენოთ პირველი 40 დღე მაინც ყველა აუცილებლად დავე თუ ის ყველა ჩვენგანს იხსენებდა, დრო დავიბადეთ იმ დღესაც ყველა ჩვენგანზე ლოცულობდა და მე ვფიქრობ, რომ ის არის იმის გის, რომ ჩვენ ყოველ დღე მოიხსენოთ მისი სული. ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ჩვენ ახლა ჯვარზე